მართლა ბარიერი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას, შეკითხვა მომეცა დრო როგორც იქნება საუბრობსა და რეგიონული განვითარების მინისტრთან, ბატონ დავით, ტემპები არის ნელი. ნელი ჩვენ ვიწევს სამი პარალელური რეჟიმით მუშაობა. პირველი ეს არის ის შეცდომები და ხარვეზები, რაც იყო ამ შეცდომების და ხარვეზების გამოსწორება. მეორე ეს არის წინ გახედვა და დაგეგმვა საქმიანობისა და მესამე ეს არის მიმდინარე რუტინა, რაც საჯარო სამსახურში ყველგან არის ამ მიმდინარე საკითხებზე მუშაობა. როცა სამ ესეთ რეჟიმზე მუშაობ პარალელურად არ ჩანს ბევრი რაღაცა ისე რომ სწრაფი ტემპით მიდიხარ. მე ჩემს სამინისტროს მაგალითზე მოვიყვან რამდენიმე საინტერესო რამის. პირველი იყო ძალიან ბევრი ხარვეზით დაწყებული ტენდერები, მაგალითად კახეთის რეაბილიტაციის პროექტში მუნიციპალიტეტებიდან არ არსებობდა მშენებლობის ნებართვები, დაწყებული იყო მშენებლობები, ძალიან ბევრ შემთხვევაში კულტურულ მემკვიდრეობას იყვნენ შეხებული ისე რომ არ არსებობდა შესაბამისი შეთანხმებები, შუამდე არის მისული პროცესი. დიდი ხანია მსჯელობთ რა უნდა ვქნა. ხები რაც უკვე დაიხარჯა, წყალში არ უნდა ჩაიყალოს. ვარ შემთხვევები, როცა ობიექტები არის დასრულებული და არავინ არ იბარებს ამ ობიექტს. არც ერთი მუნიციპალიტეტი ხელს არ ატანს, იმიტომ რომ თავის დროზე მასთან ეს შეთანხმებული არ ყოფილა. რა უხოთ ამას. მეორე, ახლა დღეს დავდეთ ჩვენს ვებგვერდზე და გუშინ წინ მქონდა მე პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებთან, გუშინ უმასპინძლე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, ასევე ჩვენი სამინისტროს 2013 წლის გეგმები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ესეთი ხარვეზიანი პროექტი მქონდა, პარალელურ რეჟიმში მუშაობით 2013 წლის გეგმებზე. და მიმდინარე თემები, რაც ყოველდღიურად არის ძალიან ბევრი და რაც არ ითმეს, ამაზეც მუშაობთ. ყველა სამინისტრო არის ესეთ რეჟიმში. მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ამაყობდა იმით, რომ ის იყო ძალიან ეფექტური, ძალიან სწრაფი, ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტური და არაეფექტიანი. ნაკლებ დროს უნდა ბიუროკრატიას ისიც ეფექტურს ერთი ასოაგწკლია წინ დ. მეორე ძალიან ხშირად გაკრიტიკებენ ხოლმე მართლაც იმის გამო, რომ აი საკმარის პერიოდი გავიდა იმისათვის, რომ ძალიან მკაფიოდ გამოკვეთოთ თქვენი კურსი და მე თუ უფრო მეტი დრო მექნება დაინახოს. მე თუ უფრო მეტი დრო მექნება ძალიან ბევრი საინტერესო რამ შემიძლია მოვყვე ამ ყველაფერზე. ძალიან ბევრი ზოგიერთები შემიძლია ციფრებით მოვიყვანო, ვიდეო მასალა შემიძლია მოვიტანო იმასთან დაკავშირებით რა ხდებოდა და რის წინაშე ვდგევართ ჩვენ. რაც შეეხება საკითხს, რომელზეც ლევანი საუბრობდა დელეგირებასთან დაკავშირებულ საკითხებს და გადაწყვეტილებას, საუბრობდა და პედაგოგებში ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. წლების განმავლობაში ქვედა დონის საჯარო მოხელეები მიჩვეული იყვნენ იმას, რომ თუ ისინი რაღაცა ინიციატივას გამოიჩენდნენ, მათ სადღაც გადააჩოჩებდნენ, ან დაიჭებოდნენ ისინი, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება ერთი ადამიანის მიერ მიიღებოდა ვერტიკალზე, მოდიოდა მერე ქვემოთ როგორც დავალება, ისევე როგორც მოდიოდა წინასწარ დაწერილი მესიჯები და ყველა ამას იმეორებდა, ან გადაწყვეტილებას რაც არსებობდა, ამ გადაწყვეტილებაზე იძულებული ხდებოდნენ, რომ მოერგოთ თავისი საქმიანობა და საშუალო და დაბალ დონეზე ადამიანები, ვინც მუშაობენ, არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენე, შეურაცხყოფა არ არის, უბრალოდ ეს მათი ცხოვრების სტილად იქცა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას და დღემდე ვერ გამორკვეულა ის ინიციატივები, რაც მას აქვს საჯაროდ გააჟღეროს მის ხელმძღვანელთან თქვას, ილაპარაკოს ამ თემაზე, ღიად თუ ისე გაჩუნდეს, როგორც ის წინა პერიოდში იყო. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ინიციატივიანი ადამიანების, ის ადამიანები, რომელთაც აქვს ძალიან საინტერესო მოსაზრებები, მოხდეს მოსმენა ამ ადამიანების აზრის გაზიარება და ასე შემდეგ, რომ ესე იქნას გადაწყვეტილება მიღებული და არა ერთი და ორი ადამიანის მიერ. ისევე როგორც message box-ზე იყო აქ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი წლების განმავლობაში
ნებისმიერ არხზე რო გადაგერთოთ ტელევიზორი, ერთი და იგივე ადამიანი ან ერთი და იგივე ადამიანები საუბრობდნენ და ხშირ შემთხვევაში სტილი იყო ერთი და იგივე, რიტორიკა იყო ერთი და იგივე, იმიტომ რომ ეს მოდიოდა დაწერილი ფორმით. დღეს ყველა თავთავისი კუთხით მუშაობს და ამიტომ არის რომ თქვა რამდენიმე მის განსხვავებული პოზიციები აქვს, არის დისკუსია ამასთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან ერთმანეთს დისკუსიის დროს ხდება პლუსების და მინუსების დადება, ეს უნდა იყოს ცხოვრების და ძალიან საინტერესო რომ იმისათვის რომ ინვესტიცია ჩაიდოს იმისათვის რომ ბიზნესი განვითარდეს უნდა იყოს უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემო. ეს არის ასეთი გარემო. რა თქმა უნდა, უსაფრთხო გარემო ჭირდება ინვესტიციას. ინვესტიციას უსაფრთხო გარემო ჭირდება არა მხოლოდ კონფლიქტური რეგიონებში კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხო გარემო ჭირდება პოლიტიკური თვალსაზრისით. რატომ არის რომ კონფლიქტისპირა რეგიონებში ინვესტიციების ჩადებას ერიდებიან ინვესტორები, იმიტომ რომ კონფლიქტის საფრთხე არსებობს, მაგრამ თუ ქვეყანაში მუდმივად იარსებებს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური არეულობა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაშიც ინვესტორები თავს იკავებენ ინვესტირებისგან და იმისათვის, რომ ინვესტორები, განსაკუთრებით დიდი ინვესტორი და მეწარმე კონსერვატორია, როგორც ლევანი ამბობდა და ვეთანხმებდნენ მას, დიდხანს ფიქრობს. ჯერ სამი თვეც არ გასულა, ბევრი ვიღაცა, ბევრ რაღაცას ფიქრობს, ბევრი ვიღაცა მოდის უკვე და ეძებს საინტერესო საინვესტიციო სფეროებს და ასე შემდეგ. 2-3 რამ მათ უკვე იგრძნეს, რაც გამოსწორდა, დანარჩენ რაღაცეებს ეტაპობრივად იგრძნობენ, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ მოიმატებს ერთია უსაფრთხო ბიზნეს გარემო და მეორე კომპონენტია, რამაც დამეთანხმებით თქვენ, რომ პროგნოზირებადობის ნაწილი, რამდენი ხანია. ეს კონკრეტული ინიციატივა, და ბატონის როსო დამეთანხმება თავად არის პრაქტიკოსი ბიზნესმენი. რამდენი წელია უჩიჩინებთ პირდაპირ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ხელისუფლებას კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ საგადასახადო კოდექსი ვაქციოთ ორგანულ კანონად, რომელშიც უბრალოდ საკუთარი, ასე ვთქვათ, ხელის სამოკვრის დონეზე ცვლილებების შეტანა შესაძლებელი აღარ იქნება. ორგანული კანონი ნიშნავს, რომ მას სჭირდება პარლამენტში ხმების სიითი უმრავლესობა. შესაბამისად, ეს აჩენს ბიზნესში მის განცდას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მას დაგეგმვის განხორციელების, საქმიანობის განხორციელების და რაც ყველაზე მთავარია, პროგნოზების გაკეთების საშუალება ეძლევა. ვერცერთმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ეს ვერ შეძლო, კიდევ ვიძახი, ეს იყო სიცილის ობიექტი. როცა ნაციონალური მოძრაობის დაჭერდა შრომის კოდექსი ხო გააკეთეს, გადაწერეს იგივე ძველი კოდექსი და თქვენ მეთანხმებით, რომ ორგანულ კანონად საგადასახადო კოდექსის ქცევა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია. ეკონომიკური გუნდისგან ამ ინიციატივა ასახულება მშრომლობა ჩვენთან ერთი უწყება არ წერს, არამედ არის ინიციატორები, მერე არის განხილვა და ასე შემდეგ, ასე რომ საგადასახადო კანონმდებლობა რომ უნდა დასახვეწია ამაში მეთანხმებით, ბევრი რაღაცები დაწყებულია უკვე ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ჩავთვალოთ, რომ მეც და ბიზნესის გეოლოგებით ამ ინიციატივას. ეს უნდა იყოს საქართველოს ტიპის ისე ბიზნესის თავისუფლებაზე მინდა გადავიდეთ. საქართველოს ტიპის ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხოელი ინვესტორი თავს იკავებს საქართველოს ტიპის გულისხმობ პოსტსაბჭოთა ქვეყანა, არამდგრადი დემოკრატიის ქვეყანა, არც ისე განვითარებული ეკონომიკის ქვეყანა, მსუბუქ შეფასებას ვიყენებთ. ასე რისკების და მაღალი ხარისხის რისკების მატარებელი ქვეყანა, თუ მათ არ აქვს გარკვეულწილად რაღაცა სამთავრობო გარანტიები, პრემიერ-მინისტრმა თუ არ ჩამოართვა ხელი, არ მივიდა გაუჭრა ლენტი და არ უთხრა რომ აი რაღაცა. ზოგიერთი ეძებს კიდევაც საშუალებას, რომ ვიღაცა წილში ჩასვას ხელისუფლებიდან ამის მიიღოს გარანტიები. ეს არის ეს. არა, გითხრებით, არის. ის დამოკიდებულებაა, თქვათ, ახალი ხელისუფლების მხრიდან, რომ აი ჩვენ არ ვერევით ბიზნესში, რაც გინდა გააკეთეთ. შეიძლება რომ რაღაც გარკვეულწილად უარყოფით და შემოწმოთ. ხალხურ ენაზე რო თქვა, ყველა ალხანას თავში ჩალხანაკობს. არის პრაქტიკა იმისიც და ამისიც. მერწმუნეთ
ბიზნესისთვის, ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე დიდი სტაბილურობა, ყველაზე დიდი განცდა სტაბილურობისა არის მოწესრიგებული საკანონმდებლო რეგულაცია. სასამართლო. კიდევ ერთხელ ვიძახი. იგივე კითხვა მაქვს ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის საზომი, რა გამოცდას ჩააბარებს ახალი ხელისუფლება. საქართველოს ძირითადად მოდიან პოსტსაბჭოთა სივრციდან. არა, ვერ დაგეთახმები. არა, ვერ დაგეთახმები. ვერ რომელი ქვეყნებიდან არა, არის ევროპული ქვეყნები, არის ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელებული ოფშორიდან, არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ესეთი სტერეოტიპს ნუ შევქმნით, რომ მაინც და მაინც პირიქით, პოსტსაბჭოთა თურქეთი არის დიდი ინვესტორი საქართველოში. ასე რომ ეს არის კატეგორია საზოგადოებისა, რომელმაც ძალიან კარგად იცის ბიზნესში თავისუფლების ფასი. ჩვენ თუ ამას შევაგებებთ, თუ შევაგებებთ იმას, რომ ბიზნესში ხელისუფლება არ ერევა, თუ შევაგებებთ, რომ წილები აღარ არის, თუ შევაგებებთ იმას, რომ ბიზნესმენს აღსარებაზე მისასვლელად არავისთან არ ჭირდება მისვლა, თუ შევაგებებთ იმას, რომ საგადასახადო კოდექსი გრძელვადიანი ბიზნესის გრძელვადიანი დაგეგმვისთვის არის ორგანული კანონი და მასში ხელებს ვერავინ ვერ აფათურებს, შესაბამისად მერწმუნედ ეს შესაძლებელია გახდეს სტიმული უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს განიხილონ საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველ ქვეყანად. ის უფრო დიდი საფრთხეა, როცა ხელისუფლება მაპატიათ ამ ჟარგონისთვის კრიშავს უცხოელ ინვესტორს, იმიტომ რომ დაკრიშვის შესაძლებლობა აქვს 2-3 უცხოურ გარიგებ ხელისუფლებასთან გარიგებულ კომპანიას და თავისუფალი ბაზარი, თავისუფალია შესაძლებლობებისთვის ძალიან ბევრი ინვესტორისთვის, თუნდაც წვრილი ინვესტორებისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტი მაინც და მაინც აპრიორი მაინც და მაინც მსხვილი ბიზნესი არ უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია წვრილი ინვესტორები, რომლებიც საშუალო მცირე ბიზნესის განვითარებას დაიწყებენ საქართველოს ტერიტორიაზე. აი ბატონო, ამას იგივე კითხვა და რადგან დასასრულისკენ უნდა წავიდეთ უკვე, მაგრამ კიდევ ერთ კითხვას დავაყოლებ. ნაციონალური მოძრაობა დღევანდელი ოპოზიცია საკმაოდ ეფექტურად იყენებს თქვენს ბრძანეთ, რომ ისახერხებს იმას, არ ვიცი, დამსახურებულად, დაუმსახურებლად, რომ რაღაც ისეთი თემები წამოწიოს, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს მედიისთვის, მოსახლეობისთვის და აკრიტიკოს. ყურადღების ცენტრში იყოს. როგორ ფიქრობთ, ის რომ ნელი ტემპი გარკვეულწილად, რასაც აუცილებელი არ ვაღიაროთ, ხო? რაღაცა ცვლილებები, დაპირებების შესრულების ტემპი საკმაოდ ნელია. ეს ზრდის თუ არა ნაციონალ არ მეთანხმებით ამაზე. ზრდის თუ არა ნაციონალური მოძრაობის შანსებს. აი ესეთი თუნდაც სეზონური ჩავარდნა გარკვეული რაღაცა ეკონომიკური პროცესების ეს ყველაფერი ზრდის მათ შანსებს. მინდა პოლიტიკური თვალსაზრისით ეხლა თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ეკონომიკა, ყოფითი ეკონომიკა, ხო? ბენზინი ჩავასხი, გაძვირდა თუ გაიაბდა. მაღაზიაში შევედი, გაძვირდა თუ გაიაბდა. აი ამ ტიპის საცხოვრებელი ეკონომიკა არ გართულებულა. ამიტომ მოქალაქისთვის ეს დანარჩენი არის ლაპარაკი. თუმცა სულ უფრო ხშირად ვავენ კი ხა მე არ ვიცი რამდენად გამოვდგები ამ სტატისტიკურ ერთეულად, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება მე პირადად ქუჩაში, აი როდის შეიძლება რამე რადიკალურად განსაკუთრებით მცირე მეწარმეები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი. კი ბატონო, გადასახადები შემცირდა, ჯარიმები შემცირდა, უბრალოდ და არა გადასახადები, მაგრამ მათ უფრო მეტის მოლოდინი აქვთ, მათ უნდათ რაღაცა უფრო მეტი სტიმული, თუნდაც გადასახადი ხშირად მეკითხები ახლა აი ფიქსირებული გადასახადი როდის იქნება. ფაქტია რომ ეს ადამიანები არ ვიცი ხა უნდა იყოს თუ არა და რამდენად მიზა შეწელილია. ნინო საშინელება ფიქსირებული. შესაძლოა მათაც არ იციან რომ ეს არ არის არც ის არ არის ეს გამოვიდა და სიტყვა. უკეთეს ელოდება. თბილისი მეკითხები აღნიშნულ გაბაგრული სახით ვიდათბა. ნეტა როდის მოვა მალე საფხული. რადგან საფხული ლაპარაკია, მაგრამ ვიზა რა ზაფხული დღეს? კაია ზაფხული. ანუ არგით რა. ეს ხო დაგმობა თავის დროზე. ხო, მთელი საქართველოს შეჩვეულია აზროვნებას სადღეგრძელოებით. სადღეგრძელო ხო სურვილია. ის კი არ აზროვნებს, როცა გეუბნება, როდის იქნება გადასახადი, ის სადღეგრძელოს ამბობს, რომ აი უნდა რომ ეხლა იყოს ნეტაი, ეხლა იყოს ნეტა, არასოდეს არ გაუჭირდეს ნეტა, ეს სადღეგრძელოების სამყაროა.
და სხვა სამყაროში დათვლა უნდა ლევანმა რო თქვა რატო არ ვიცით დათვლა იმიტომ რომ სადღეგრძელო დროს არ ითვლიან და სხვანაირი აზროვნება ძალიან გვიჭირს სადღეგრძელოებს იქმნიან რამდენი დალია თუმცა როდის იქნება ის დრო როდესაც ადამიანები ძალიან სერიოზულად დაბრძანებიან იმაზე რამდენად გაუმჯობესდა მათი ცხოვრება მართლა ძაღლის პატრონი ვარ ჩემი ძაღლი რომ კოჰაბიტაცია რომ მოახდინა თავის მდედრობით ნაწილთან მე 4 წუთი რამდენი გავიდა სანამ ლექს გააჩენდა ყველაფერს თავის დრო აქვს ამ ქვეყანაზე თუ ძაღლი არ შეიძლება გაჩნდეს 4 თვეში თქვენ ეკონომიკა კიდევ გააჩინოთ თან ისე რომ კოჰაბიტაცია არ არის მეორე საკითხიცაა პრობლემულია მაგრამ კოჰაბიტაცია მოხდა და ჩვენც ვითხოვთ დღეს კოჰაბიტაცია ერთი რაღაცა იცი ამბობ ხელისუფლებასა და ჩვენ ამბობ დიდი სამუშაო მოგვიწევს იმაზე რომ არავინ არ უნდა ეროდებოდეს რომ სადღაც გარემოში კოსმოსში რაღაცა მოხდება ორი ვარსკვლავი ერთმანეთს შეჯახება და ამის მდგომარეობა გაუმჯობესება. ყველა უნდა ვიშრომოთ ჩვენ არ უნდა დავევიდოთ სიულ მანანას. ეს არის მნიშვნელოვანი. ერთ კითხვას ვაკეთებ ბატონ დავით საგაზაო, მე იგივე კითხვით ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ გვახსოვს წლების მანძილზე ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. კადრები გვახსოვს მუშები მწკრივად გამოწყობილი ლამაზ ფორმებში მოდიოდნენ ძალიან საინტერესო რაღაცა აუცილებლად მანამდე სასოს მინდა ძალიან საინტერესო ბატონ დავით